მოგესალმებით, ბრუნდება EdTalk-ი ახალი ეპიზოდით. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს სტუდიაში. ჩვენთან სტუმრად არის ჯაბა კიკვიძე და გური ქოიავა, Global Tech Weekend-ის თანადამფუძნებლები. მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? გამარჯვებული. ძალიან საინტერესო ამბავზე ვისაუბრებთ დღეს სანამ უშუალოდ თემაზე გადავალ. მე მინდა წარვადგინო ჩვენი გენერალური სპონსორი, დეველოპერული კომპანია მეტროპოლი, სახლი რომელიც ჩაიფიქრე. დიდი მადლობა მეტროპოლს, რომ ეხმარება ზოგადად ჩვენს პოდკასტს, რომ აკეთოს ჩვენი ინდუსტრიისთვის საჭიროებო და საინტერესო პოდკასტების დაეხმაროს და ხელი შეუწყოს. მე მინდა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს გავუზიარო ინფორმაცია თუ როგორ კეთდება Global Tech Weekend-ი, რა ისტორია აქვს, საიდან იწყება, რა საჭიროება დაინახეთ, რატომ გადაწყვიტეთ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მე ვარ ნამყოფი, შარშან და არც თუ ისე მარტივია დარწმუნებული ამ ყველაფრის კეთება. არ ვიცი, საიდან დავიწყო. როგორც გნებავთ? მოგვითხრე გური. ხო, ანუ ერთ-ერთი საინტერესო ღონისძიება, რომელიც მე ვიხილე ჩემი თვალებით იყო ამერიკაში, ჩვენს მესამე პარტნიორთან ოდოსთან ერთად ვიყავი მაშინ ლოს-ანჯელესში, სადაც სტარდებოდა ერთკვირიანი Tech Week. ანუ ჩვენი არის ვიკენდი, ეს იყო ვიკი. და იმხელა დინამიკა იყო, ლოს-ანჯელესი არის უზარმაზარი ქალაქი, არ ვიცი, რამდენი ქალაქი შეგვიძლია შევაერთოთ საქართველოში, რომ აი ძალიან დიდი არის და ტარდებოდა 1500 ღონისძიება ერთდროულად ერთ კვირის განმავლობაში და მაქსიმალურად ანუ ძალიან რთული იყო ამის ლოგისტიკა დამსწრესთვის, რომ ამდენად იგლას მიხვიდე, რაღაცები დაგეგმოწინასწარ პლატფორმა Luma-ზე, რომელიც გვეხმარებოდა, ესეთი ძალიან ინოვაციური პლატფორმა არის ივენთებში და მოგლეთ მაქსიმალურად ვეცადე, რომ ეს ერთი კვირა ყველგან წავსულიყავი ამ შორ დისტანციებზე და დღეში 2 ან 3 ღონისძიება მომესწრო რა და საბოლოო ჯამში პლუს ჩვენი მინი ღონისძიებას ჩავატარეთ მაშინ ლოს-ანჯელესში და როცა დაუბრუნდით ამ ემოციებით და რაც ვნახეთ იქ მოკლედ ამ ხელა შთაბეჭდილებებით ამ ხელა მასშტაბი იყო გაშლილი ტექნოლოგიური ეს ხო არის კონფერენცია რა ეს არის თელი კვირა და დაგეგმილი არის უზარმაზარი ღონისძიებები რა ეს ჩემი თვალებით ვნახე და როცა დაუბრუნდით შევიკრიბეთ მეგობრები ჯაბა ნოდო და მე და ვთქვით რომ რაღაც უნდა მოგვიფიქრებინა. ეს რაღაცა რა არის? ეს რაღაცა არის ის რომ გვინდოდა რომ საქართველოსაც ქონოდა ისეთი გრანდიოზული ტექ ღონისძიება და როგორც LA Tech Week არის და მოვარგეთ ჩვენს საჭიროებებს რეგიონში გვინდოდა რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება ჩაგვეტარებინა, რომელიც შემდეგ გადაიქცა მოძრაობად. დღესდღეობით Global Tech Weekend-ი არის მოძრაობა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მოძრაობს სხვადასხვა ქვეყნებში და იმას მივხვდით, რომ თბილისს ჭირდებოდა ეს მოძრაობა. ხო, მე ხა მინდა რომ უფრო ისეთ დეტალებს ჩაუკირკიტოთ, რომელიც ძალიან დარწმუნებული, ძალიან საინტერესო არის ჩვენი მაყურებლისთვის. აი, ისეთი რა, მოდი მე ვიქნები რაღაცა კრიტიკოსი ღონისძიებების და ივენთების და ერთია რომ სანამ უშუალოდ კრიტიკაზე გადავალ, რა გამოცდილებაა ის წარსული ღონისძიებები, რაც ჩაატარეთ, ანუ რა დაგანახათ, რა მოგცათ, რა გამოცდილება მიიღეთ ამით და რას ფიქრობთ რომ უნდა გაითვალისწინოთ გაუმჯობესოთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რაღაც ყველა იმ ფიდბექს ითვალისწინებთ, რაც მოდის თუნდაც აუდიტორიიდან, ვინც ესწრება თქვენს ღონისძიებებს. რას ნიშნავს ზოგადად საქართველოში აკეთებდე მსგავსი ტიპის ღონისძიებას? ხმად ჩავიზრდე. რას ნიშნავს და აი 9 თავიანი გველი შაპი უნდა მოკლა და ძალიან რთული გზა უნდა გაიარო. მაგრამ სასიამოვნო გზაა რა, მაგრამ სიამოვნებს ამ გზის გავლა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მხარე აქვს თვითონ ამ ხელა კონფერენციის გაკეთებას. ერთი სპიკერების დაჯავშნა, მათი ლოჯისტიკა, აქ პროდაქშენის გაკეთება, სწორად გაკეთება და დაახვედრო ისეთი გარემო, როგორიც
როგორცაც მიჩეულები არიან უცხოეთში, პლუს მარკეტინგი ძალიან რთულია, რომ ხალხს სწორად გააგებინო, რომ სამდღიანი ღონისძიება არის, პირველ დღეს არის ღონისძიებები მთელ თბილისში, არ არის ერთ ლოკაციაზე, ანუ მთელ ქალაქს მოვიცავთ რეალურად. მეორე დღეს გვაქვს flagship ღონისძიება, რომელიც ყველაზე დიდი ღონისძიება ამ 3 დღის განმავლობაში და მესამე დღეს უკვე კვირა დღეს არის კულტურული ღონისძიებები. ამის მარკეტინგულად გამოტანა თავიდან რთული იყო, იმიტომ რომ ყველას ეკონა რომ მოვიდოდა ერთ ადგილას 3 დღის განმავლობაში ტარდებოდა იქ ღონისძიება. მაგრამ ეს რო დაგვეპაკეტებინა და გაგვიშვათ ცალ-ცალკე დღეთ, რომ პირველ დღეს რა ხდება, მეორე დღეს რა ხდება, მესამე დღეს რა ხდება, თავიდან რაღაცა გაურკვევლებები იყო, მაგრამ მარკეტინგულად სწორად გამოტანის შემდეგ ყველამ გაანალიზა რა ტიპის ღონისძიებაა, იმიტომ რომ ეგეთი სახის ღონისძიება არასდროს არ ჩატარებულა ქვეყანაში და side event-ების კულტურა შემოვიტანეთ ჩვენ. პირველად იყო რომ side event-ები ქონდა მთავარ ღონისძიებას. ანუ შეგეძლო სხვა თემაზე ის თემა რაც შენ გაინტერესებს კონკრეტულ პატარა აუდიტორიასთან ერთად მოგესმინა და კონტაქტები, ნეტვორკინგი გაგიკეთებინა და ასე შემდეგ. ესეც ერთ-ერთი საკმაოდ ბევრი ჩელენჯი აქვს მოკლედ რა. მესმის. ჩელენჯები ამოვწუროთ თუ შემოუშვა კიდე სხვა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის ის ხა ახსენე შენ მარკეტინგული ნაწილი ხა რო არ დამავიწყდეს მაინც გავაჟღერებ და მე მაგაზე იქნებ შევეხოთ. საინტერესოა როგორია ღონისძიების მარკეტინგის კეთება. ეხლა ჩვენ გამოცდილებას რო გადავხედე პოდკასტებს მსგავს რაღაცაზე თუ გვისაუბრია, კი Adblacks იყო ერთხელ სტუმრად ხო, რომელიც საუბრობდა მხოლოდ ნუ ის ერთ ლოკაციაზე ერთ დღიანია და ასე შემდეგ. ანუ საინტერესოა თქვენი გამოცდილება და რა თიმი არის ამ ყველაფრის უკან, ანუ 3 ადამიანი აკეთებთ ამ ყველაფერს თუ იმის გარდა კიდე ძალიან ბევრი ადამიანი არის. ეს რო არ დაგვავიწყდეს მოვინიშნე უბრალოდ. Challenges ნაწილია ეგ რომ პატარა გუნდი ვართ, როგორც სტარტაპი კეთდება ზოგადად ტექნოლოგიური რო პატარა გუნდი იწყებს. ეგრე დავიწყეთ ზუსტად, ნენელა გავიზარდეთ თიმი, ალბათ ამ ცოტას 15 ადამიანი ვართ ჩართული და თავისი, ასე ვთქვათ, ინტენსივობა ახლავს მომზადებას სხვადასხვა თვეში, რა თქმა უნდა, ერთი თვე დაგვრჩა, ივნისამდე და სუპერ ინტენსიურ რეჟიმზე გადავდივართ. ეგეთი მენეჯმენტი გვაქვს, რომ მოკლედ თანამშრომლებს ვეუბნებით, რომ გთხოვთ, წადით სახში 12-ს გადაცდა უკვე ხამეა და ჩვენი კოლეგები ბოლომდე იბრძვიან და გადავდივართ აი მართლა ესეთ ბევრ საათიან მუშაობაზე ცოტა ძილზე რა. რომელიც ჩვენი არჩევანია, იმიტომ რომ ნუ ყველაფერი გამართული გვაქვს მენეჯმენტში, როგორ მუშაობთ, ვირტუალური ოფისი გვაქვს, ვიყენებთ ყველა ტექნოლოგიას, რაც გჭირდება. რატომ გაწვავთ ფურცლებზე რო წერდეთ თქვენ? ეგ და კარგი. თიმი პატარა ვართ და ნელა ვსდით იმის მიხედვით, სად იწვის და სად გვაქვს შეფერხება, ან სად გვინდა რომ ხარისხი გავუმჯობესოთ, ეს მიბმულია რა თქმა უნდა რესურსების მოძიებასთან, რესურსების როცა ვახსენებთ ქვეყანა, მისი ეკონომიკის პრიორიტეტები, ასე შემდეგ, აი ამ ყველაფერზეც უნდა ვიფიქროთ. და ამოცემულობის ფარგლებში, რაც გვაქვს რეალობა, ამ რეალობაში შევდივართ და მაქსიმალურად ხარისხს ვხდებთ. ანუ ყველაფერი რესურსს, რასაც მოვიძიებთ, ქვისგან ოქროს გამოვადნობთ, ამას ყველაფერს ვაინვესტირებთ უკან ამ ფესტივალში და ამ ხარისხში ხანდახან თავი გონია მისიონერები და კეთილი ბიძიები. ნუ ეგ სტარტაპის შემადგენელი ნაწილი არის. რაც არ არის ცუდი ხო და ნუ ვიცი ჩელენჯებით სავსე არის ზოგადად ამ ხელა რაღაცის მომზადება და ღონისძიებები ბევრნაირი არსებობს გაასართო, ანუ ისეთი ღონისძიება, სადაც მიდიხარ და წინასწარ იცი რომ იქ უნდა გაერთო, მუსიკას მოусმინო, კოქტეილი მიირთვა, მეგობრებთან დრო გაატარო და ეგ არის სხვანაირი, ასე ვთქვათ, მარკეტინგის ნაწილი ორგანიზატორის მხრიდან და ჩვენი ნაწილი ეს არის ბიზნეს ფესტივალი, სადაც დამღლელი სამუშაო, გრაფიკის, თუ კვირის, თუ თვის
შემდეგ ბევრი task-ების ჩახურვის და ასე შემდეგ მიდიხარ ბიზნეს ფესტივალზე, ისევ სკამზეჯდები, ისევ ტვინი ღებულობს ინფორმაციებს სხვადასხვა სპიკერების მხრიდან და ასე შემდეგ და ამას ვაზავებთ ჩვენ გართობის ნაწილით, თაც networking-ითაც და მოკლედ 72 საათიან აჯენდას ვაგებთ და ყველა საათში ამ 72 საათში რა უნდა მოხდეს ვზრუნავთ რომ ეს თითო საათი იყოს საინტერესო რა. ამაში ვიხარჯებით მაქსიმალურად. და თქვენ არ ხართ მარტო საქართველოში. ეგ ძალიან მაგარი ამბავია რომ აქ დაწყებული მოკლედ ეს ჩვენი მოძრაობა გადავწყვიტეთ რომ რეგიონში გაგვეტანა და ჩვენ პარტნიორები შევთანხმდით რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა თუნდაც ამერიკაში რო ვიყავით და საქართველოზე საუბრობდით პატარა ქვეყანაზე რო საუბრობ მასშტაბით პატარა ქვეყანაზე და პატარა ეკონომიკაზე ნაკლებად საინტერესო როგორც კი დავიწყეთ რეგიონზე საუბარი რომ აი კავკასია და ცენტრალური აზია ეს გავაერთიანეთ მოკლედ და უკვე ვაცნობდით არა ერთ ქვეყანას, არამედ მთელს რეგიონს და უკვე ყველასთვის საინტერესო იყო რა სინგაპურელისთვისაც, ამერიკელისთვისაც, ავსტრალიელისთვისაც, შემდეგ ვისაც შევხვდით და ამან ძალიან კარგი შედეგები გამოიღო და ისე გადავწყვიტეთ, რომ წლის განმავლობაში გქონდეს ყოველთვის ვეცდებით, რომ ამერიკაში გავხსნათ წლის კალენდარი, წლის დასაწყისში ჩავიდეთ, კალიფორნიაში უფრო სხვადასხვა ქალაქებში იქ ხსნით ხოლმე და საუბრობთ რა გველის განმავლობაში და მე გეგმავთ ღონისძიებებს აუცილებლად თბილისში, ჩვენ საყვარელ ქალაქში, ტაშკენტში ვიყავით ახლა და გამართლა ტაშკენტმა, როგორც ქალაქმა, როგორც community მიკავრმა ტექნოლოგიურმა წინსვლამ, მზად არის მოკლედ ეგ ქალაქი, რომ ესეთი რაღაც ჩატარდეს, ჩავატარეთ, წარმატებული იყო და ადგილი გვაქვს კიდე ორი ქალაქის და განვიხილავთ ბაქოს, განვიხილავთ ალმა-ატას და ასე შემდეგ რა. ანუ რეგიონში ვეცდებით რომ დავრჩეთ და 4 ქალაქი ჩვენთვის მისაღებია წელიწადში რომ ამაზე ვიმუშაოთ. და ეხლა რეგიონზე საუბრობდი, რატო არის მაგალითად ამერიკის საჭიროება, ანუ ეს ბრენდისთვის გათვლილი საიმიჯო პარამეტრია, რომ რაღაც ბრენდთან იყოს ეს კონექშენი თუ ნუ ლოგიკურად ეგრე ლაგდება, რომ თუ რეგიონია, მაშინ ამ რეგიონში ტრიალებთ რა, რაღაც ეგ ამბავი ეს მარკეტინგული ხრიკი არის თუ მართლა არის რაღაც კავშირი, რომ აუცილებლად უნდა იყოს ამერიკა მაგალითად ერთ-ერთი საწყისი წერტილი საიდან რაღაცას იწყებთ. ანუ ერთ-ერთი მთავარი value რაც მოგვაქვს ამერიკიდან არის რომ კონტაქტები წელს სან-ფრანცისკოში რომ ვიყავით ძალიან საინტერესო სპიკერები დავჯავშნეთ და ეგ არის ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო მიზეზი რატომაც ამერიკაში მივდივართ და რატომაც ვიწყებთ იქიდან პლუს აი სან-ფრანცისკოში იმდენ სტარტაპებს შევხვდით, იმდენ co-founderებს შევხვდით და ისეთი საინტერესო იყო თვითონ იქ მათთან და იქაურ გარემოში როგორ ოპერირებენ ისინი VS საქართველოში ჩვენ როგორ ოპერირებთ სტარტაპები ანუ მივხვდი რომ ეს ხალხი უნდა ჩამოვიყვანოთ რომ გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება რა და ცოდნა გაგვიზიარონ Global Tech Weekend ხომ არის skill და knowledge sharing პლატფორმა რეალურად რა და სადაც ადამიანები თავიანთ გამოცდილებას და ცოდნას უზიარებენ სხვა ადამიანებს და ძალიან საინტერესო არის იმ სტარტაპების გამოცდილება, რომელიც სან-ფრანცისკოში იბადება, იქ აკეთებს ინკუბაციას, აქსელერაციას და მერე უკვე fundraising-საც იქ აკეთებს რა და გვინდა რომ ეს ხიდი აიგოს სტარტაპების მხრიდანაც, რომ გავაკეთოთ რაღაც ხიდი, რომელიც საქართველოს სტარტაპებს მიეხმარება იქ მოღვაწეობაში და შაშან ძალიან ბევრი კარგი შედეგები დავდეთ მაგ ხრივ იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა ძალიან კაი კონტაქტები გააკეთეს ამერიკაში აქედან და ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მთავარი value ეგ არის რომ იქიდან ჩამოვიყვანოთ საინტერესო ადამიანები რომელსაც ეს რეგიონი აინტერესებს. ანუ მე შემეძლება მაგალითად როგორც მოსულ სტუმარს რომ თქვენ სპიკერს ესე რაღაცა შემეძლოს რომ გავესაუბრო ჩემ სტარტაპზე მოუყვე? სტარტაპების competition-ი გვექნება წელს
ანუ დაახლოებით 200 სტარტაპამდე იქნება, pitching-ი იქნება და სპიკერებს და დამსწრე საზოგადოებას ყველას შეიძლება რომ ამ სტარტაპებს მოусმინოს. ხოლო შემდეგ networking სესიები გვაქვს სპეციალურად და networking სესიებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, იმიტომ რომ მან კეთდება საქმე ჩვენი განმოსახედით. მაგიტომაც არის რომ პატარა ღონისძიებებზე სპიკერები ვინც მოგვყავს შაბათი დღისთვის პარასკევს ვაძლევთ ჩვენს community პარტნიორებს, ანუ ადამიანებს, რომლებიც აკეთებენ side event-ებს Global Tech Weekend-ის ქვეშ, ეს სპიკერები ყველა არიან დაკავებულები პარასკევს ყველა side event-ებზე არიან, ხოლო შაბათს ყველა ერთად იქნებება ჩვენთან ერთად. ანუ შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს, რომ აირჩიოს ის სპიკერი, რომელიც აინტერესებს, მივიდეს პატარა იმაზეც და იქ უფრო მარტივი იქნება networking-ი და პლუს დიდ სცენაზე უკვე შაბათს იქ მოვიდნენ და უშუალოდ მათთან კონდეთ კომუნიკაცია, გაფიჩონ თავიანთი სტარტაპი და რა თქმა უნდა, ყოველი დღის ბოლოს გვაქვს შემაჯამებელი გართობა როგორც ხდება ხოლმე და ამ ყველაფერს ვეძახით networking სესიებს ჩვენ. იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ეგეთ გარემოში ბევრად უფრო კარგი დილები კეთდება, შენ ძალიან კარგად იცი, ვიდრე ძალიან ფორმალურ გარემოში. და მაგას ვაქცევთ ძალიან ყურადღებას, რომ შესაძლებლობა ქონდეს ნებისმიერ დამსწრეს, რომ მივიდეს გაესაუბროს და ნახოს connection-ი ამ ადამიანებთან. კი ბატონო. სანამ გავაგზავნებ, მე გამოვყოფ ჩვენს პარტნიორს ნამირვას. ეს არის გაფილტრული წყალი, მეგობრებო. და ჩვენს პოდკასტს ნამდვილად ჭირდება ხოლმე წყალი, რომელიც არის ჩვენი პარტნიორი. მე მინდა ესეთ აქვე შორს არ წავალ, გურისთან მექნება ესეთი კითხვა, ოღონდ მე მინდა რომ რაღაცა ინტრიგული კითხვებიც დავსვა ხოლმე და ერთი ეგეც გამახსენდა, რომელიც ჩვენს მეგობრებთან ხშირად ესე გვიხუმრია შიგნით, ესე არა public, მაგრამ ეხა გავაჟღერებ საჯაროდ, მაგ ამბავს რომ ხანდახან ღონისძიებებზე, რომლის საკომუნიკაციო ენა არის ხოლმე ინგლისური, შევხედრივად ხოლმე რომ ქართველი სპიკერი წვალობს ინგლისურად და აუდიტორიაც არის ქართველი რა და გაჩვენა კითხები რატო აი ილაპარაკე ქართულად ხო შეიძლება რომ აი რა არის ეგ რაღაცა ის აი ხო კი მესმის უცხოელი სპიკერი შეიძლება ესწრება ვიღაცა ესწრება მაგრამ აი აუცილებელია ეგ ხო შეიძლება რაღაც ფორმატს კონდეს ეგ რომ ანუ სპიკერი გამოდის მისთვის კი საუბრობს ინგლისურად მაგრამ აი ეს რაღაცა სცენიდან რაღაცა უფრო კომფორტულობს რომ ხალხს ელაპარაკოს ქართულად და აუდიტორიაც თუ 80% ქართველია მანაც გაიგოს იმიტომ რომ ნუ მოგვეხსენება რომ შეიძლება არსებობენ ადამიანები რომლებიც უბრალოდ არ ესმით და უბრალოდ უნდათ რომ networking-ონ და ასე შემდეგ. ძალიან კარგი კითხვაა ეგ წინა წლებში როცა ვაკეთებდით ხოლმე პატარა მასშტაბის ღონისძიებებს 100-200-300 ადამიანი ესწრებოდა ხოლმე სხვადასხვა ფორმატი და თემატიკა იყო მეზდამი ორგანიზებია მოკლედ რა ეგეთი ღონისძიებები რომ და მანდ მაშინ როცა ვსჯელობდით საორგანიზაციო გუნდი რომ აი რატო ვაკეთებთ ხო ინგლისურად რომ აი მაგ წლებში იყო ტრენდი რომ უახლოესი ქალაქები ბერლინი, ლონდონი რაღაც შორის ანკარაც და ანუ კონკრეტული ტექნოლოგიური სტარტაპ ქალაქები იყო სადაც ბევრი დიდი ნაკადები ამ ტექ ტურიზმის თუ სტარტაპების ენჯელ ინვესტორების ვის ფონდების family office-ების რომელსაც წლის განმავლობაში უზით კალენდარში უეჭველი მიდიან ბერლინში უეჭველი მიდიან პარიზში უეჭველი მიდიან ლონდონში და მაგ წინა წლებში მოკლედ იმის გამო რომ ძალიან სტუმართ მასპინძლები ვართ ასე ვთქვათ და კულტურაშიც გვაქვს თუნდაც 3 და 4 ადამიანი რო ყოფილა უცხოელი და არაქართულად მოსაუბრე ოთახში საკონფერენციო სივრცეში ჩვენ გადაწყვეტილი ქონდა რომ ეს უნდა ინგლისურად ყოფილიყო რა რატომ იმიტომ რომ ვფიქრობდით რომ თბილისი არის მომავალი ბერლინი, ლონდონი, პარიზი და ასე სხვადასხვა სტარტაპ ქალაქები, სადაც ეს დიდი ნაკადები ჩადიან ყოველწლიურად. მათ შორის ნუ ლოს-ანჯელესში და კალიფორნიაში რა თქმა უნდა. სინგაპურში და ნუ ჯამში არის 10 ქალაქი, სადაც მთელი მსოფლიოდან
მთელი ეს ტექნოლოგიური და სტარტაპ კომუნა ჩადის ხოლმე წლის განმავლობაში და ნუ მაშინ გვჯეროდა რომ ჩვენც ამას ვაშენებთ და პირველი ნაბიჯი არის ის რომ საერთაშორისო ენაზე უნდა ჩაატარო ღონისძიება რომელსაც ყავს 97 ქართველი დამსწრე და 3 უცხოელი რა რაც შეეხება Global Talking-ს ეგ ამბავი ხა აღარ გვიშლის ხელს უпростоრად ანუ რამდენიმე 1000 ადამიანზე საუბარი მარტო რომელიც ასეულობით ადამიანი ყავს უკვე სიაში რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან მოდიან სომხეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზია, თურქეთი ევროპიდან ყავს საკმაოდ კარგი დელეგაციები ანუ თავიდანვე შარშანაც როცა დავიწყეთ Global Talking-ი დასაწყისშივე იყო საერთაშორისო პლატფორმა სადაც ყველა ქვეყნის, ყველა ტალანტი, ყველა ინვესტორი თუ ყველა სტარტაპი უნდა გაერთიანდეს და შესაბამისად შარშანას ინგლისურად იყო, წელსაც ინგლისურად იქნება ყველაფერი და მომავალ წელსაც. საიდ ივენთებიც ინგლისურად არის? კი, ეგეთი ფორმატია, რომ რატო მე შარშანი იყო საიდ ივენთები ინგლისურად? შარშანი იყო 40 საით ღონისძიება იყო. ანუ მე ვიყავი თავარ ღონისძიებას შაბათს ხო. აი მე გითხავ მაგაზე შენ. რეკლამას უშვებთ არა მარტო საქართველოში რა. უცხოეთშიც. და შენ ხარ უცხოელი და იყიდებილით და გეუბნებიან რომ საერთაშორისო კონფერენცია ინგლისურად რაღაცები ჩამოხვალ და საქართველოს ლაპარაკობ. არა, კი, ნუ როცა საერთაშორისო ამბავია, უბრალოდ მე მაშინ არ ხოლმე ცოტა ფან რომ გაიხედე გამოიხედები ყველა ქართველია, სცენაზე ქართველები დგანან და ინგლისურად საუბრობენ და მე ამბობ რომ აი რატო ბიჭო, რატო წვალობთ ხო ხდები, მაგრამ ნუ ანუ შინაარსობრივად ცხადია ესმის უბრალოდ ეგ ის აქ ხოლმე რა, მაინც რომ აი ჩვენ სხვათა შორის კომენტარებში ხშირად შემოგვიوارდებიან ხოლმე, გვიყვნენ რომ უცხო სიტყვებს რატო იყენებთ, ქართული არ გვაქვს და ასე შემდეგ და მათი გულის მოსაგებად დავკითხა რომ აი თავი არგუმენტი რაც გვაქვს Global Talking-ში არის რომ ჩვენ ერთ-ერთი ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მიმართულება, რის განვითარებაც გვინდა ამ პლატფორმის გარშემო. და ერთ-ერთი მიმართულება რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არის ტექ ტურიზმის განვითარება, ანუ ნებისმიერი ადამიანი რომელიც წარმოადგენს ან სტარტაპს, ან angel ინვესტორია, სინდიკატია თუ family office-ია, თუ ძალიან დიდ ნაკადებს საუბრობთ რა, ანუ არ ვიცი 50000 ადამიანზე მინიმუმ რომელიც აქტიურად მთელი წელი სადღაც დადის. და აი ამ სეგმენტის მოზიდვაზე ვმუშაობთ რა. რომ ეს ხალხი აქ ჩამოვიდნენ და თბილისი გახდეს ის გავლენიანი ქალაქი, სადაც დილები დაიდება, სადაც ხელს ჩამოართმევენ, სადაც ინვესტიცია განხორციელდება. და ბევრი რამე მოხდება. ეხლა ესეთი რაღაცები ხდება, მაგალითად Web Summit-ზე, რომელიც არის ყველაზე ცნობილი ერთ-ერთი მსგავსი ტექ ღონისძიება მასშტაბით უზარმაზარი 80000 ადამიანი ჩადის. და შესაბამისად ერთ-ერთი ჩვენი მიზანია, რომ მაქამდე მივიდეთ. თან სწრაფად მივიდეთ. და აი რა დროს ჭირდება ну ეხლა ძალიან ისეთ ბუნდოვანი კითხვას სვამ, მაგრამ აი რა დროს ჭირდება, აი ხო არის რაღაცა სტარტაპისთვის ჭირდება რაღაცა პერიოდი, რომ მიხვიდეს რაღაც მიზნამდე, ანუ თქვენი KPI რა არის, ანუ რამდენ წელში უმიზნებთ, რომ მიხვიდეთ თუნდაც მიახლოებით მაინც იქამდე, რასაც გაგრაც გაქვთ ჩაფიქრებული პრინციპში. 3 წელი. Okay. მაგნეთ. Ja, მოიწევთ. სამ წელიწადში ნახოთ რა პროგრესი გვექნება. 3 წელი გვინდა რომ ძალიან მასშტაბური გახდეს ეს მოძრაობა. მოძრაობასაც მაგიტომ უწოდებთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაესწრებიან ერთხელ ჩვენს კონფერენციას და მეორეთაც და მესამედაც მოვიდნენ და შევინარჩუნოთ ეს ხალხი და დავამატოთ ახლები. აი წარმატების საწინდარი მანდრა არის, ანუ სპიკერების ხარისხი, ნეტვორკინგის ხარისხი, თუ აი ყველაფერი ერთად ალბათ ხო, ნუ ლოგიკური არის, მაგრამ მაინც წამყვანი რა არის რა, რას მიყავს ეს მოძრაობა. ჩემი აზრით შედეგები რა. ანუ აი შედეგებს რას წამოვიღებ იქიდან? რას წამოვიღებ იქიდან? აი და ინდივიდები რას წამოიღებენ იქიდან? უპირველეს ყოვლისა, ანუ ჩვენ რო დავიწყეთ, მივხვდით ერთ რამეს, რომ tech community საქართველოში არის ძალიან პატარა. შენც იცი იყო და პირველი რაც გავაკეთეთ არის, რომ დავიწყეთ tech community-ს გაზრდა Global Talking-ის მეშვეობით. თუნდაც აი რეკლამებიც და გავუშვით ისეთი, რომ არა tech ხალხი ჩავთეთ ამ ყველაფერში, რომ გვეჩვენებინა ადამიანებისთვის, რომ მარტო tech
ადამიანებისთვის არ არის ეს ღონისძიება და არის ყველა ადამიანისთვის, ვისაც ბიზნესი აინტერესებს, წინსვლა აინტერესებს, განვითარება აინტერესებს, იმიტომ რომ ერთმა აქ მოსვლამ შეიძლება საერთოდ შეუცვალოს ადამიანს გეზი. მეც ეგრე მომივიდა. ჩემმა მეგობარმა გამოწევრიანა Axel-ში, Angel Investment კლუბში, რომელშიც პირველ ღონისძიებას დავესწარი და ისე მომეწონა, რომ შემოვერთდით ეგ სამყაროს და გვინდა რომ ეგ შესაძლებლობა მივცეთ ყველას. რომ მოვიდეს და ესწროს, არ არის აუცილებელი რომ იყოს ტექიდან, ან ტექში მუშაობდეს, ან ასე შემდეგ. დაესწროს და შემდეგ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოწონს ეს სივრცე თუ არ მოწონს და შარშან ის მოახერხეთ საქართველოში, რომ რეკორდული რაოდენობის ხალხი მოვიყვანეთ ტექ ღონისძიებაზე, რომელიც აქამდე არასდროს მაგდენი ადამიანი არ ყოფილა და პლუს 3 სტეიჯი გქონდა ერთდროულად ჩართული და 3 სხვადასხვა თემაზე მიდიოდა საუბარი და ეგეც არ ყოფილა აქამდე ქვეყანაში, რომ ამდენი ხალხი ამ ღონისძიებაზე ყოფილიყო. წელს უფრო მასშტაბური გავხადეთ ყველაფერი, უკვე 5 სტეიჯი გვექნება, პლუს ვორქშოპები იქნება მთავარ ღონისძიებაზე. ხდება Coca-Cola Factory-ში. Coca-Cola Factory-ში ტარდება წელს და სივრცეც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რაც შეიძლება ბევრი სპიკერი ჩამოვიყვანოთ, ბევრი საინტერესო თემა გამოვწევთ, 200-ზე მეტი სპიკერი გვეყოლება წელს და ძალიან ბევრი ისეთი თემები იქნება განხილული, რომელიც აქამდე არ ყოფილა განხილული საქართველოში. მაგალითად, როგორ უკავშირდება ნებისმიერი აქტივობა ტექს. სპორტი და ტექი მაგალითად, ფეშენი და ტექი, აი რა შუაშია ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, აი სპორტსმენს რა უნდა სცენაზე, ხო? დღეს უკვე ისე არის განვითარებული, რომ ანუ Apple Watch გიკეთია თუ Fitbit გიკეთია თუ რაც გიკეთია, AI coach-ები გყავს, რომელიც გეუბნება დღევანდელ დაღლილობას, recovery როგორი გქონდა და ასე შემდეგ და ტექი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სპორტშიც, ყველა სფეროს ეხება. და მაგიდან გამომდინარე ჩვენც გვინდა რომ ადამიანებმა მოისმინონ ზუსტად იმ სფეროში როგორ იჭრება დღესდღეობით ტექი, სადაც ისინი მოღვაწეობენ და სადაც ისინი ფიქრობენ რომ შეიძლება ოფლაინ სფერო იყოს. მე მეკრება კითხვა გურისთან სპიკერებთან დაკავშირებით, ვის ველოდებით? ველოდებით ძალიან საინტერესო სპიკერს, ბევრი მიმართულებით შენალბად გაინტერესებს მარკეტინგი და ცხადია. Nike, Dolce Gabbana, ასე შემდეგ რამდენიმე შედარებით ნაკლებად ცნობილი ბრენდის წარმომადგენლებიც გვეყოლებიან, თუმცა სცენაზე გვეყოლებიან წელს მხატვრებიც, სცენაზე გვეყოლებიან მუსიკოსებიც და ზოგადად ისე დავაკომპლექტეთ წლევანდელი ლაინაპი, რომ მაქსიმალურად ყველა ნიჭიერი ადამიანი გავიხსენეთ, ვინც საქართველოს შეიძლება რომ ოპერირებდეს, ან სასწრაფოს გარეთ არის, თუმცა ვინც გაგვეხსენდა და ინდუსტრიები შესაბამისად შევარჩიეთ. ანუ ეს ვფიქრობდით, რომ აი ქართველები თუ არ წარმატებულები დიზაინში, მოდი ყავდეს დიზაინერები, ან მუსიკაში თუ არ წარმატებულები, ყავდეს მუსიკოსები. ხატრებში ვარ წარმატებულები, ყავდეს ხატრები. ესე გავუყევით და სადაც კი რამ სადმე ნიჭიერი ადამიანი ყავს, წარმატებული ადამიანი ყავს, ის ინდუსტრია დავამტკიცეთ, რომ იყოს წლევანდელ, ასე ვთქვათ, მიმართულებაში და შესაბამისად ჩვენი ლაინაპის მენეჯერი ნია აქტიურად მუშაობს, უკვე 200 სპიკერი ყავს დაკონფირმებული და ასე ვთქვათ, ჭერი გვაქვს 250 სპიკერზე. მაგამდე ავალთ ნელა და 5 სცენაზე მოკლედ ესე ლოგიკურად გამოვიტანთ ბევრი ინდუსტრიის თემებს რა. მათ შორის, რა თქმა უნდა, მარკეტინგი ყველა შემთხვევაში საინტერესოა. ეხლა მე ფიქრობდი ეგეთ რაღაცას, რომ აი თქვათ არის რამოდენიმე სპიკერი, რომელიც ემთხვევა ერთმანეთს, მინდა მოსმენა ამ ყველასე, ანუ არსებობს რამე მე ჩანაწერი უყურო და რაღაც ანუ მაგის საშუალებას იძლევით მაგ ნაწილში, ხო? კი, თოკებს ჩავიწერთ და თუმცა ანუ ადგილზე ადამიანს შეუძლია ერჩიოს მხოლოდ ერთი სცენა და ერთი სცენები ერთმანეთსგან შორის არის შესაბამისად აჯენდა ვირტუალურადაც გამოქვეყნდება, ადგილზეც გვექნება დაპრინტული დიდი აჯენდა და მოკლედ ადამიანებს დავეხმარებით, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ თუ
თუ რომელ სცენას რომელ საათზე დაესწრებიან და პლუს ლაივ სტრიმი გვექნება შენობის გარეთ იქნება დიდი ეკრანი, სადაც ლაივ სტრიმი იქნება და რა ხდება თითოეულ stage-ზე იმისი ლაივ სტრიმი იქნება და უკვე მოსულ საზოგადოებას შეიძლება რომ არ გამოეპაროს თავის საყვარელი სპიკერი. გასაგები. ჩვენ ყავს პარტნიორი Aromako, რომელიც არის Aroma მარკეტინგის მიმართულებით პოზიციონირებს და ჩვენ სტუმრებთან აქვს ხოლმე შეკითხვა აგენტოებთან, კომპანიებთან, ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ შემთხვევაში განსხვავებული მიმართულება და კითხვაც განსხვავებული, ამიტომ რომ Aromako-ს აქვს მუშაობს Aroma ბრენდინგის მიმართულებით ღონისძიებებთანაც და საინტერესოა თქვენი აზრი, როგორ უყურებთ ზოგადად Aromats და თუ გიფიქრიათ მაგაზე, რომ რაღაც ვიცი Global Tech Weekends კონდეს თავისი სახასიათო სურნელი, რა ვიცი. წელს სახასიათო მუსიკა ვირჩიეთ და სურნელზე ვფიქრობ, რომ მუხა და ტყავის შეხამება ძალიან მოუხდება Global Tech Weekends რა. და ცოტა AI-საც შეურევდი. AI-ის სუნი აქვს. როგორი AI-ის სუნი და აი ბოდი Global Tech Weekends-ზე ნახავ. ოკეი, საინტერესოა. და აღმოჩნდა რომ გუნდში ძალიან გვიყვარს ყველა სცენარები რა. და დავიპარტნიორეთ 5 კომპანია და მოკლედ venues კოლკოლის ქარხანაში კიდევ უფრო გავამწვანებთ. ვიზრუნებთ მაგაზე რომ შიგნითაც გარეთაც ბევრი საინტერესო სცენარი გქონდეს და შესაბამისად სცენარის სუნებით წამოვა, ასე ვთქვათ. თუმცა შეგიძლიათ Aromako-ს უთხრათ და სცენარის სუნი იყოს ისე რომ სცენარი არ გქონდეს. Aromako-ს არ გვისაუბრია Aromako-სთან დაკონექტე. უკვე გვაქვს იდეები როგორ შეგვიძლია ვიპარტნიოროთ რა. იმიტომ რომ ბრენდის და სუნის ამბავი Aromako-ს წარმომადგენლებს თხოვ რომ მიმართოთ. კი ბატონო, მე მაინტერესებს სირთულეები და გადავაბა ამ კითხვას, რომ როგორია აკეთო ფესტივალი და ილაპარაკო ბრენდებთან სპონსორობაზე, ლოგიკურად რომ გადავიდეთ ახლა აქედან. რამდენად მზად არის ქართული ბიზნესი, ქართული ბრენდები, ღონისძიებების მხარდაჭერისთვის და რამდენად რთულია პარტნიორების პოვნა მაგ მიმართულებით. თავიდან როცა იწყებ რა, თუნდაც რაღაც პორტფელი კონდეს, თუნდაც გიცნობდნენ იგივე პარტნიორები ან ზოგადად გიცნობდნენ როგორც პერსონას კონკრეტულ მიმართულებაში, რომ რაღაც შედეგი გააგდადებული თუნდაც ღონისძიებებში რა. გენდობოდეს. ნუ ხო, მაგრამ თუ იწყებ ახლიდან და თუ იწყებ ახალ რამეს, მაინც იწყებ ნულიდან. და ეგ შარშან ჩვენ თავზე გავუტესტეთ, რომ ხო რთული იყო რა, მოკლედ იმიტომ რომ ფანტაზია ხარისხის შეგრძნება, მასშტაბის განცდა, იმდენად ბევრად მეტი გქონდა შარშან, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში როცა ორგანიზატორი ხარ, Excel-ის ფაილსაც უყურებ, იქ ბიუჯეტი წერია და სამწუხაროდ შარშან მოგვიწია ბევრ რამეზე უარის თქმა. თორემ შეგვიძლია მართლა ისეთი რაღაც გავუკეთებინა, რაც მე ორგანულად გავცელდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში და იმ ნაკადებს სწორედ რომლებიც Web3-ზე მიდიან, Vivatech-ზე მიდიან, Slash-ზე მიდიან და ევროპაში სხვადასხვა top 5 ცნობილ კონფერენციაზე მიდიან და წლის დასაწყისში უკვე ეჯდათ კალენდარში. წელს შეგვეძლო მაგ ხალხის მოზიდვა და უკვე აქ ჩამოყვანა. თუმცა ხო, წუწუნი ყოველთვის ცუდი აზრია და რაც გავაკეთეთ მაქსიმალურად შევეცადეთ და წელს უკვე ბევრად დიდი რესურსი გვაქვს და ვეცდებით რომ ხარისხის ავწიოთ საერთაშორისო მარკეტინგის მიმართულებითაც გავთ ნაბიჯებს უკვე მომავალი კვირიდან თითო ევროპულ ქვეყანაში მინიმუმ 3 სტატია დაიდება ბიზნეს გამოცემებში, რომ ესეთი რამე ხდება თბილისში ჩამოდით. იქ ჰინტებსაც ვაძლევთ, რომ არსებობს ქუთაისის აეროპორტი, ისე ჩამოდე, ასე შემდეგ, მოკლედ ბევრ ქვეყანაში ბევრ ხალხს დაუძახებთ, რომ ჩამოვიდნენ. ცუდი ის არის, რომ ერთით ვერ რჩება და ეხლა გვიწევს ამის პროცესინგი, თუმცა ეგეც დაკავშირებულია იმასთან, რომ პატარა გუნდი ვართ და პატარა რესურსია. თვითონ არის მაგალითად, რომ აი პირობითად იყო თქვენი პარტნიორი პირველ ღონისძიებაზე
მე მოყვებათ ეს ალბათ ეგ არის რომ რაღაც გაყოფილია იმ შედეგებით, რა შედეგებიც დადეთ, ესე რომ თქვა და უნდა რომ ისევ იყოს თქვენი ნაწილი და საინტერესოა თუ მოყვებათ ეს პარტნიორობები აი ამ რეგიონის ნაწილში უკვე საერთაშორისო ფორმატში რომ გადიხართ პირობითად სხვა ქვეყნებში. უკვე აღარ არის საინტერესო იმ ბრენდისთვის და ლოკალ მარკეტს უყურებს პირობითად. ტაშკენტის кейსი არის საინტერესო შენ კითხვაში, იმიტომ რომ ახლო ბაზარია, ანუ ბოლოს რო ვიფრინეთ თუ არ ვწდები 2 საათნახევარი იყო. ახლო არის ძალიან როგორც ქვეყანა, გაიხსნა ეკონომიკა დაახლოებით 4 წელია. საერთოდ ამოტრიალდა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ეკონომიკური სისტემა და ღია ეკონომიკა გახდა უცბად და თვითონ მაგნიტივით, ასე ვთქვათ, იზიდავენ ბევრ ბიზნესებს, როგორც ახალი ქალაქი და ახალი ეკონომიკა და შესაბამისად ქართველების მიმართ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ. თუ არ ვწდები 1500 ქართველი ცხოვრობს ტაშკენტში და უმეტ ბევრი ადამიანია დასაქმებული საბანკო სექტორის ლიდერშიპში რა და მართავენ ამხელა ბანკებს და იმეებს და შესაბამისად ნებისმიერი სექტორისთვის სამშენებლო იქნება, სამედიცინო იქნება თუ ნებისმიერი აქ რაც არის წარმატებული იქ აღმოაჩინეთ რომ ეს კარიერაა და აი ხიდიც აშენებულია უბრალოდ ეს რაღაც კომუნიკაცია საჭიროა რომ იქ ადამიანებმა დაიწყონ მიმოსვლა და უბრალოდ დაიწყოს პროცესი რა და ხო ანუ ეგ მაგ როლსაც თამაშობს Global Weekend-ი რომ რეგიონში ცდილობს რომ მოკლედ რაღაცები დააფორსიროს და ეხლა ვინც ვიყავით ჩასულები იქ უკვე რაღაც პროექტები დაიწყეს იხსნება მარკეტინგული სააგენტო ქართველების მიერ იხსნება ქართული რესტორანი და ასე შემდეგ ანუ ირიბი თუ როგორ დავარქვა შედეგები ციდება ხოლმე რა Global Weekend-ში კი, ანუ ძალიან ბევრი კომპანია წამოყვა და აინტერესებს აქაურ კომპანიას ტაშკენტის ბაზარი, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო ბაზარია და როგორც გული მახსენა, ქართველები ბანკინგში არიან, აი მენა ტოპ ტიპები არიან, იმიტომ რომ ეს პროცესები რაც ჩვენთან გაიარეს, ეხლა ხდება იქ რა ქვია უზბეკეთში რა, აი ჩვენ რაც გავიარეთ ბანკინგში, არის ბანკინგი. ხო, და ეხლა ანუ ჩვენი აპლიკაციები და ესენი ერთ-ერთი ტოპი არის მთელ სოფლიოში რა, ანუ ამერიკელებს და ესენც რომ ჩამოდიან და რომ ნახულობენ ამ აპლიკაციებს ესეთი ჩვენ არ გვაქვსო და თან ქართველების შექმნილია ყაზახეთშიც ძალიან მაგარი ბანკი და აპლიკაცია და უზბეკეთშიც ძალიან მოწინავე როლებში არიან და ძალიან საინტერესო იყო უზბეკეთის ში ჩატარება Global Tech Weekend-ის, იმიტომ რომ თეთი სასაცილო ის იყო რომ რა ჩავედი ჟურნალისტი მეკითხება პირველ შეკითხვას როგორ მოგწონს ჩვენი პრეზიდენტიო და არ ვიცნობ მეთქი პრეზიდენტს და არ მოეწონა ჩემი პასუხი და მე გურისთან წავიდნენ გური რა უპასუხა თქვი ანუ ობიექტურად გამოვიხედე და იმხელა IT პარკი არის მოკლედ ცენტრალურ ადგილას უზარმაზარი შენობა ნუ უფრო რაღაცა სან-ფრანცისკოს სტილში რო წარმოვიდგინოთ მაღალი შუშებიანი შენობა მე გვერდზე მეუბნებია რომ ეს ანუ ამ უზარმაზარ კომპლექსს ხო უყურებ და შიგნით ყველა შესულია რომ უზბეკეთის ახალი ტექნოლოგიური ასე ვთქვათ მომავალი შექმნა და იქით გვერდზე შენდება 4-ჯერ უფრო დიდი მასშტაბის ვიდრე უკვე აშენებულია რა და ანუ ვეთქვი რომ რა ვიცი ახლა ვინც გადაწყვიტა რომ ეს ყველაფერი შეიქმნას შევაკე რა დიპლომატიურად გამო ეგრევე კი ბატონო მე მაქვს ესეთი შეკითხვა ასევე ჩვენი პარტნიორის რომელიც ზოგადად შეგვიძლია დავსვათ ეს კითხვა რა როლი აქვს გარე რეკლამა ზოგადად ღონისძიების ნაწილში თქვენ რა კუთხით იყენებთ თუ იყენებთ და შეიძლება ეს ლოკალურად ხდება თუ საერთაშორისო დონეზეც გჭირდებათ ამისათვისება იმიტომ რომ ახსენეთ ის ქვეყნები სადაც ახლა დაიწყეთ ოპერირება თუ გაქვთ მაგის გამოცდილება მაგანაც დაგვირეკოს კარგი იქნება მოკლედ ჩვენ აგარიორას მეგობრებო აგერ თავაზობთ ანუ ესეთ პოდკასტი ხო გავაკეთო რომ ეს პარტნიორები მოდიან და თქვენს ხდებით და პირდაპირ ეთერში ხდება პროდუქტის დაფინანსება აი მე მოვწოს
დღე მაგას ვაკეთებთ და აქაც ბოლოთ და შეგვიძლია ჩავწეროთ live რეჟიმში. რავი, კარგია ძალიან და Global Tech Weekend-ში ხა ერთი თვე გვჩება და ვაპირებთ რომ ალმას მივმართოთ ორ შაბათს სხვათა შორის და ავითვისოთ რა, ანუ გარე რეკლამა ძალიან ეფექტურია, ადამიანები ხა მე სულ ტაქსში რო ვზივარ ხოლმე უკან მთელი დღე რა უნდა ქნა რომ სანამ მიხვალ ტელეფონით მაინც მოვშავოთ მეილს გააგზავნი რაღაცა ვიღაც დაგირეკოს ხანდახან ტელეფონს დებ ხოლმე რომ იღლები რა გარეთაც გაიხედო ადამიანი გავიხედები სულ უყურებ ხოლმე რაღაც ანუ ლამაზი ეკრანებია და რაღაცა ინფორმაციას ღებულობ და Global Tech Weekend-ი გვინდა რომ უჭველე ერთ შემდეგ ერთი თვე ვატრიალოთ ეკრანებზე რომ ბევრ ხალხს თბილისში მოვაწოდოთ ხმა რომ აქ უნდა იყვნენ სტუმრად ჩვენთან მოვიდნენ რამე თუ ხო ან დიდ შრომას ვსდებთ რომ მართლა ხარისხიანი 3 დღიანი პროგრამა არის პარასკევი შაბათის და კვირას და გვინდა რომ 15000 დამსწრემდე ავიდეთ რა და ამისთვის გარე რეკლამა არის მნიშვნელოვანესი ანუ გარე რეკლამის გარეშე ყველანაირი რეკლამა უნდა გამოიყენო და რეკლამა არის ერთ-ერთი ჩემი აზრით ყველაზე ეფექტური ეფექტური იმიტომ რომ ეხლაც რა თუ რამე ხდება ქალაქში თითქმის ყველაფერი ხდება ხოლმე გარე რეკლამაში და მაგიტომაც უფრო ანუ ლოკალიზირებულია რეალურად ხო რეკლამის ლოკალიზება არის და მაგიტომაც მე სულ ვაკვირდები ხოლმე მაგალითად იმიტომ რომ მაინტერესებს რა ხდება და რა ბრენდებია ქვეყანაში რამე ახალი შემოვიდა თუ არა და ნუ ივენთების მხრივ კიდე ყველაფერი თითქმის არის ხოლმე რამოდენიმე დღით ადრე მაინც ივენთამდე და აქტიურად უცხო ქვეყნებში არ ვიყენებთ ჯერჯერობით ანუ მაგრამ საქართველოში აქტიურად გვინდა რომ გამოვიყენოთ მე ბოლოს საფირმო კითხვა მაქვს რომელსაც ჩემს ყველა სტუმარს ვეკითხები ხოლმე თუმცა თქვენ შემთხვევაში ცოტა განსხვავებულად ვიკითხავ სავარაუდოდ იმიტომ რომ ამ კითხვის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში რომ მე მინდა აქ მოსულმა პროფესიონალებმა რჩევა და რაღაცა დარიგება გაუკეთონ ხოლმე სტუდენტებს ან იმ ადამიანებს რომლებიც მარკეტინგის ინტერესით არიან ეხლა უნდათ რომ ისწავლონ ეს მიმართულება უყურებენ ჩვენ პოდკასტს და ასე შემდეგ თქვენ საინტერესოა რა შეიძლება ურჩიოთ ამ ადამიანებს გარდა იმისა რომ მოვიდნენ პოზიციაზე და გაიცნონ ამ ყველაფერს რას ურჩევდით მოკლედ დამწყებ სტუდენტებს და მარკეტერებს უპირველეს ყოვლისა ვიტყვი რას ვაკეთებთ განსხვავებულად მარკეტინგის მხრივ წელს Global Tech Weekend-ზე ვიდრე შარშა მქონდა და როგორც ბევრი რამე მათ შორის საიდ ივენთები და კონცეფცია და სტრუქტურა იყო ინოვაციური, ჩემი აზრით ესეც ძალიან ინოვაციური მეთოდია ახალი მარკეტინგის, რაც წელს მოვიფიქრეთ და ეხლა დაიწყება გამოვა უკვე. ანუ თავარ ღონისძიებაზე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი სპიკერი არის და ძალიან ბევრი თემა არის, რაზეც ამ სპიკერებმა უნდა ილაპარაკონ, მაგალითად ტოკენიზაცია, ლოჯისტიკა, ასე შემდეგ. წელს გამოვიტანთ დიჯიტალი უკვე თემებს და ტოპიკები გამოგვაქვს მარკეტინგულად, ანუ ვაპაკეტებთ ტოპიკს. რაზე არის საუბარი და ვინები საუბრობენ და განმარტება იქნება ეს ყველაფერს პანელი იქნება დაპაკეტებული მარკეტინგულად და გამოვა პირველად მოხდება იმის ისტორიაში და ღონისძიების ისტორიაში რომ მარკეტინგულად არა მარტო სპიკერი გამოყავს არამედ თემა რაზეც უნდა ილაპარაკოს ამ სპიკერმა იმიტომ რომ შეიძლება შენთვის სპიკერზე უფრო ის თემა იყოს საინტერესო რომელზეც ამ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ და ეს პატარა თემამ გაყიდო სპიკერი და არა სპიკერმა თემა ხო იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეს ყველას აინტერესებს ეს AI ტოკენიზაცია კრიპტო და ასე შემდეგ ბევრი თემა იქნება განხილული Global Tech Weekend-ზე და ეს თემები გამოვა რაც შენ გაინტერესებს უკვე თემასაც გაყვები და არა მარტო სპიკერს და მაგთან გამომდინარე გონია რომ რაღაცა ინოვაციური მარკეტინგული ხრი არის, რომელსაც Global Tech Weekend-ი იყენებს. დარწმუნებული ვარ შემდეგ ყველას მოეწონება და ბევრი გააკეთებს ამ ყველაფერს, მაგრამ ერთ-ერთი პირველები ჩვენ ვართ. სტუდენტებს რაც შეეხება ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან, იმიტომ რომ სტუდენტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.
მათ შორის ძალიან ბევრ სტუდენტს ვაძლევთ საშუალებას, რომ იყოს ჩართული Global Tech Weekend-ში და მიიღოს მონაწილეობა, თუნდაც მოხალისეებად, თუნდაც ჩვენთან ერთად ააშენონ ეს ბრენდი, მოძრაობას შემოუერთდნენ და ეს ყველაფერი მომავალი თაობისთვის კეთდება, ხო, რეალურად ადამიანები მოგწერონ თუ აი როგორ შეიძლება, რომ ეხლა გვიყურებს ადამიანი, რომელსაც მოეწონა ეხლა შენაც თქვი და უნდა და სად გეკონტაქტებოთ? კი, მოგწერონ საიტზეც, Facebook-ზე, Instagram-ზე, ნებისმიერ ჩვენს სოციალურ მედიაზე, ძალიან აქტიურად ყურადღებას ვაქცევთ ამ ყველაფერს და ყველა მესიჯს ვკითხულობთ აბსოლუტურად და მთავარი იდეა ისაა, რომ მომავალმა თაობამ ეს ცოდნა და გამოცდილება, რომელიც უნდა გაზიარდეს Global Tech Weekend-ზე, ამას მოусმინოს, რაღაც ახალი ისწავლოს და აირჩიონ თავიანთი გზა, თუ როგორ ზოგს მარკეტინგი უნდა, ზოგს AI უნდა, ზოგს რაც უნდათ, მოკლედ ყველაფერი იქნება. ყველაფერი იქნება, იმდენი თემა იქნება, რომ თავის თავს აუცილებლად იპოვის ადამიანი რა. კი, სხვათა შორის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ხა ჩემ დროს, როცა მე ვირჩევდი რაღაცა პროფესიას, რო ყოფილიყო ამდენი რაღაცა სპიკერი, ამდენი კოუჩი, ამდენი ტრენერი, ამდენი რაღაცა ღონისძიება, ალბათ ბევრად უფრო გამიმარტივდებოდა ჩამოყალიბება რა მიმართულებით მინდოდა რომ წავსულიყავი და სტუდენტებისთვის ალბათ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იქნება. გური შენ ხო არ გეკრება და რამე რჩევა სტუდენტებთან? სტუდენტების თემა მოკლედ პრიორიტეტად და იმის გამო რომ Global Tech Weekend-ის ბილეთებს გარკვეული ფასი აქვს და შეიძლება საქართველოს რეალობისთვის თქვათ ბიუჯეტური არ იყოს 50%-იანი ფასდაკლება გავაკეთეთ და ამის კამპანია დაიწყება მომავალი კვირიდან და უნივერსიტეტების მეშვეობით გავავრცელებთ. მოკლედ თითქმის ყველა უნივერსიტეტთან გვაქვს კავშირი მეილზე. ყველას ექნება მოკლედ შეამოწმოთ თქვენი მეილები. შეამოწმოთ მეილები. თუ არ მიიღეთ მეილი, ეს მაშინ თქვენ თვითონ შეეხმიანეთ, რომ მიიღოთ 50%-იანი ფასდაკლება. უნდა რა ვიცი, მე ძალიან ყოველთვის კომაგი ვარ კონკრეტული მიმართულებების რა, რომ სტუდენტი აირჩიოს, რომ გახდეს ბიზნესმენი, გახდეს სტარტაპი და შემოქმედებით ინდუსტრიები და შემდეგ ყველა ის თემა, რომელიც ჩვენ სცენაზე იქნება, ერთ-ერთი ჩანაფიქრი ის არის, რომ ახალგაზრდა თაობამ მათთვისაც ჩამოვიყვანეთ, რა მოკლედ პრინციპში მათთვის ჩამოვიყვანეთ ახალგაზრდა თაობისთვის ეს ხალხი, რომ ცოდნა მიიღო, შეერინგი მოხდეს ინფორმაციის, ცოდნის, ნეტვორკინგო, ასე შემდეგ შაშანდელ შედეგებში რაც გაგვიხარდა იყო, რომ რამდენიმე ადამიანმა იპოვა ძალიან მაღალ ანაზღაურებადი სამსახურები გლობალურ კომპანიებში და remote-ად. ანუ იქ ღონისძიებას გაიცნეს ეს ადამიანები. გაიცნეს, ზოგი წაიყვანეს, ზოგი აქ დარჩა და remote მუშაობს, ვიღაცამ კოფაუნდერი იპოვა და ეგეთი ირიბი შედეგებით ამის მონიტორინგი ძალიან რთულია, თუმცა ჩვენი აჯენდა ისე არის დადიზაინებული, რომ ეგეთი რაღაცები მოხდეს. მაგიტო შრომობთ ჩვენც, რომ ბევრი კარგი სიკეთე მოხდეს რა. აი, მაგას გავაგრძელებ რა, შარშანდელ ამბავს. სტრუქტურა ესე გვაქვს აწყობილი, რომ სპიკერი რო ჩამოდის უცხოელი, ერთ მოხალისეს ვამაგრებთ, რომ გაარკვიოს სად მიდის, როგორ მიდის, აქ რა ხდება, რა არის თბილისი აუხსნის და ასე შემდეგ და შარშან აი ეს შედეგი დაიდო, რომ რამოდენიმე მოხალისე სამსახურში აიყვანეს თვითონ იმ სპიკერმა, რომელიც მიმაგრებული ყავდა რა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი არის ჩემთვის რა, იმიტომ რომ რაღაცას რასაც ვაკეთებთ, შედეგები მოაქვს. ჩვენთვის თუ არა ადამიანებისთვის მაინც ვინც ჩართულია ამ ყველაფერში რა. ეხლა არა მარტო სტუდენტები შეიძლება რაღაცა სხვადასხვა ბიზნესებმა და სტარტაპებმა მოგმართონ, იცი არის მე მოხალისებს მირჩევნია ხოხნა. გვიდევს მაგრები თუ შეიძლება იმ სპიკერს კი და ძალიან ბედნიერი იყოს ხო შემთხვევით ნახე ეგ ადამიანი წელს და მითხრა რომ თქვენი ძალიან მადლიერი ვართო სამსახური დავიწყეთ თქვენი მეშვეობით და იმ სპიკერთანო და ძალიან გამიხარდა ერთ-ერთი ჩვენი მოხალისე ნოდოს პანელზე შეხვდა წელს გაეროს პანელზე იყო და იქ შეხვდა რომ და ლაპარაკობდა რომ მოხალისეთ იყო Global Tech Weekend-ზე და რა შედეგი მიიღო და რა დადებითი ემოციები და დადებითი ცვლილება გამოიწვია ამ ყველაფერმა მის ცხოვრებაში და ესეთი რაღაცები מחარებს და мотиваციას მაძლევს რომ კიდევ უფრო მასშტაბური გავაკეთო და კიდევ უფრო
დიდი და ძლიერი იყოს გლობალ-ტექ ვიკენდი. ეჭვიც ამეპარება. წარმატებები მინდა გისურვოთ მეგობრებო. უკვე დავასრულეთ. კი, აი ეს რომ გახურდები საუბარში, მე ვიცი ხოლმე რეკლამაზე გასულ. ძალიან საინტერესოა, დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო სპიკერი და ღონისძიება გველოდება. მე ვუსურვებ პროექტ წარმატება საერთაშორისო მასშტაბითაც და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი გუნდი ხართ, რომ ამ ყველაფერს ძალიან მარტივად და მალე შეძლებთ. 3 წელი კიდე გონია რომ უფრო მალე შეგიძლიათ. საინტერესო იქნება, მე შემოგიერთდებით სიამოვნებით და მე შემიძლია აქვე ვახსენო და დავაანონსო, რომ ეთთოქი იქნება. მოკლედ იქ დაგხვდებათ და ძალიან საინტერესო სტუმრებთან, სპიკერებთან ჩავწერთ სხვადასხვა ეპიზოდს, ჩავწერთ რაღაცა ბლიც ინტერვიუებს და დარწმუნებული ვარ, რომ მე ეს კონტენტიც იქნება საინტერესო ჩვენი აუდიტორიისთვის. მადლობა მოწვევა რა არის და სტუმრობისთვის მეგობრებო და შევხვდებით უკვე 19 ივნისს, ხო ეგრეა? 19 ივნისს შევხვდებით. 19-დან 21-ის ჩათვლით შევხვდებით. 19-ში 80 ღონისძიება სხვადასხვა ლოკაციებზე და რომელიმეზე შევხვდებით? 20-ში შევხვდებით ყოლკოლის ქარხანაში, დილის 11-დან საღამოს 11-მდე. მე 20-ში საღამოს King David-ში შევხვდებით Tribe-ში, Outer Party-ზე და კვირას ასევე ბევრი კულტურული ღონისძიება გასტრონომში, 8000 მოსავალში, ღვინის მუზეუმში და უამრავ რაღაც გასტრონომიულ თუ ღვინის ადეგუსტაციო ადგილას, სადაც დაიდება დილები, მიჭახუნდება ღვინის ჭიქები და ასე შემდეგ. ხალხი იქნება ბედნიერი. რა გინდა სულო და არ ვიცი, მე რა გითხრათ. მადლობა ხალხო, ძალიან დიდი და წარმატებებს გისურვებთ. მე დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, გემშვიდობით, შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს, დროებით.